ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს წარადგინა საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი და გამოყო მისი ხედვით სისტემის წინაშე არსებული 7 გამოწვევა და მათი დაძლევის გზები. პრობლემებს შორის დასახელდა სტუდენტების 85%-ის კონცენტრაცია თბილისში და ფაკულტეტების დუბლირება. გამოსწორების გზად კი დასახა პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას ქვეყნის მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში. პრემიერმა პრობლემად დაასახელა ჭარბად მოზიდული უცხოელი სტუდენტები. ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ მისი გუნდი გეგმავს სკოლები 12 წლიანი სწავლების ნაცვლად 11 წლიან სწავლებაზე გადაიყვანოს. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 3 წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისათვის. ეს პრაქტიკულად მე-12 კლასში თითქმის არ დადიან ბავშვები სკოლაში, ხო? რატომ? იმიტომ რომ მათ ურჩევნიათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში არ უღერთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. თავი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ხო, ჩვენ გვინდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 60 წელიწადში უკვე თვისებრივად ავამაღლოთ, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაჭყობ უნივერსიტეტებს ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით. ერთადერთი პრინციპი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური ინტერესების გამო დაირღვა, მათ შორის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. ხომ ლექტორს სამსახურის გარეშე დატოვოს. არა, საუბარია გადანაწილებაზე. მე მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მეკატივი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ქუთაისელები საგანმანათლებლო რეფორმას, რა პრობლემებს ხედავენ ისინი განათლების სისტემაში და რა არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. ყველაფერი დგას ნულზე. განათლებიდან დაწყებული მედიცინა და ყველაფერი. ძალიან ცუდი მდგომარეობა. მოგრი თაობა უნდა ყავდეს ფინანსურად დაკმაყოფილებული მასწავლებელი, ანუ მას უნდა ქონდეს მაღალი ანაზღაურება. შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში აი ამ საკითხის მოგვარება მეშინე ძალიან სწორად. ვერაფერს ვერ ვიტყვი ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე. მე ცოტა სხვა სისტემით ამაკ დამთავრებული და რაც არ ვიცი, მასე ვერ ვლაპარაკებ. რა ვიცი, ბევრი პრობლემა შეიძლება არსებობდეს. მე უფრო საგანმანათლებლო, უფრო დაბალ საფეხურებზე ვიტყვი სკოლაში მაგალითად. თვითონ მასწავლებლების პრობლემაც მგონია, იმიტომ რომ ყველას მაგალითად ბავშვთან მე არ მივუშვებდი. და ვფიქრობ, რომ მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო ღრმა უნდა იყოს სკოლაში, რომ მე უმაღლეს სასწავლებელში ცოტა ნორმალური კადრები მივიღოთ, ვიდრე ახლა გვაქვს. იმიტომ რომ ზედმეტი მგონია 12 წელი სწავლა. ესე ვფიქრობ. თუმცა თვითონ უკეთ იციან ექსპერტებმა, როგორი არის სასწავლო პროგრამა, როგორ შეიძლება შემცირდეს, რანაირად რა გაკეთდეს. ცოტა ვერ გავიგე ის რაც იყო ნათქვამი, რომ თითო უნივერსიტეტში თითო ფაკულტეტი, ანუ ერთი კონკრეტული ფაკულტეტი იქნება თქვა ერთგან და არ იქნება სხვაგან. აი ეს როგორ მოხდება, ეს არ ვიცი ნამდვილად. მაგაზე ცოტა დავფიქრდი, თორე დანარჩენი ყველაფერი პრინციპში გასაგები იყო. და ქუთაისთან დაკავშირებით იყო, რომ უნდა გახდეს. ძალიან გამიხარდა. მაგაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, ძველადაც იყო მაგაზე საუბარი, წლების წინაც იყო საუბარი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ქალაქს, რომელიც მართლა არის განათლების აკვანი, ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, ესე რომ უხარული ვიქნები მხოლოდ. ახლა იმისთანა დრო არის უფრო მეტი მოსწავლეები იმზადება კერძოდ. სულ ჯგუფურად დადიან და ის არ ვიცი. სკოლაში არ დადიან. თან მე-12 კლასი მე მგონია სულ არ იყო საჭირო. ჯერ 11 მაინც ბევრი არის. ადრე 10 კლასი ამთავრებდნენ და შვენიერად კარგად კაი ცოდნაც ჰქონდა და ყველაფერი. უფრო მეტი ყურადღება ბავშვებს დაეთმოს ყოფაქცევაზე, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და რაც შეიძლება ყოფილი განათლება რომ მიიღონ ბავშვებმა მაქსიმალურად რომ დაიხარჯონ როგორც პედაგოგ, ასევე ბავშვები. მეტი მოტივაცია სჭირდებათ. რა ვიცი, ალბათ მთავარი ეს არის, მოტივაცია უნდა გქონდეს ბავშვებს, ინტერესი საგნის მიმართ
და შესაბამისად სპეციალისტებიც, პედაგოგებიც უნდა იყვნენ მაღალკვალიფიკაციური, რომ ეს მიიღოს ბავშვმა ხარისხიანი განათლება. ის წინააღმდეგი ვიქნები. თუ ეგ ხელ შეგვიშლის, რომ აი ევროპაში სწავლას ვერ გააგრძელებენ 11 კლასის განათლებით, მაშინ უნდა იყოს ისე 12 კლასის განათლება, რომ ის მივიღოთ რაც გვინდა, რისთვისაც არიან ეხლანდელი ბავშვები მოწოდებული, რაც შეიძლება მაღალ ხარისხიანი განათლება მიიღონ და ერთადერთი გზა ევროპაა. საუბარი იყო იმაზე, რომ ქუთაისი გახდება, თქვათ, საგანმანათლებლო კუთხით მეორე ქალაქში უნდა მეორე ქალაქად უნდა იქცეს საქართველოში. ამის მიმართულებით მაგ ეხა მისასალმებელი იქნება, რა თქმა უნდა. ყველანაირი გაგებით, ანუ ეკონომიურად სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი, თუ გინდ თუ გინდ სწავლება ხო არიან ახლა ბევრსა დედაქალაქში არ მიუწვდება ხელი ყველაფერზე და ალბათ გაუიოლებს უფრო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს შეძლოთ განათლების მიღება. მე აზრით არა არის სწორი 12 კლასის გაუქმება, იმიტომ რომ ევროპული განათლების გამოიყო მაგი შემოღებული და არ მომწონს ერთი სიტყვით, არც ის არ მომწონს ბაკალავრიატი 3 წლიანი რო გახდა და 1 წლიანი მაგისტრატურა. იმიტომ რომ არ არის, არ აკმაყოფილებს განათლების დონე მოთხოვნებს, ჩემი აზრით. და თქვენ მაინც რაში ხედავთ მთავარ გამოწვევას? თქვენ რა გესახმებით? მთავარ გამოწვევას ვხედავ იმაში, რომ უნდა გაუმჯობესდეს სკოლებში სწავლება, არ უნდა იყოს რეპეტიტორები საჭირო. მშობლები არ უნდა იყვნენ ვალდებული ბავშვები ატარონ მასწავლებლებთან და დონე უნდა იყოს მაღალი სკოლებში, მეტი არაფერი. და ამის მიღწევა როგორ არის შესაძლებელი თქვენ? როგორ არის? თვითონ განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ისეთი ტექნოლოგია, რა ვიცი, რომ მასწავლებლები სათანადოდ ასწავლიან ბავშვებს. არ იყოს, არ ახდიდნენ ვალდებულს ბავშვებს, რომ მოემზადონ მასთან. სკოლაში უნდა ასწავლიან ისე, რომ არ იყოს საჭირო. განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ეს. მე ასე ვფიქრობ. მეც ვერაფერს ვერ დავამატებ. არ ვიცი, მე პირადად ჩემი საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ არ მომწონს დონე სკოლაში, რატო არ ვიცი, ვერ გეტყვით. პირველი რაც თვალნათლივ ჩანს, ეს არის, რომ საქართველოს უნდა დაშორდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს და ყველა იმ ინიციატივისგან, რომელიც წარმოდგენილია, ეს იქნება 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა, მაგისტრატურის 1 წლიანამდე დაყვანა, ეს იქნება უნივერსიტეტების ავტონომიურობის შემცირება, დაფინანსების ნაწილში მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა თუ ასე შემდგომ, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველოს აღარ უნდა იყოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი და ეს მის ფაქტობრივად ცალსახად გაცხადებული. მეორე მიზანი, რა თქმა უნდა, არის უფრო მეტად ისედაც დამორჩილებული უნივერსიტეტების დამორჩილება. აქ გულისხმობ, რომ წმინდად მმართველობითი თვალსაზრისით ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც დღეს არ არის დამორჩილებული და ამ რეორგანიზაციის შედეგად ეს დამორჩილებაც მარტივად მოხდება, იმიტომ რომ რეორგანიზაციას ახლავს მმართველობითი რგოლის შეცვლა და მმართველობითი სისტემის შეცვლა. განათლების რეფორმას აფასებენ პოლიტიკოსები. ნონსენსია ეს რეფორმა, სინამდვილეში ებრძვის ფუნდამენტშივე საქართველოს განათლების სისტემის სწორ გზაზე განვითარებას. ერთი, მეორე ის, რაც წაპირებენ აკადემიურ სფეროში და უმაღლეს სასწავლებლებში. სინამდვილეში აი ამ რაღაცა საბჭოთა ტიპის დაგეგმილი სისტემის, სადაც თურმე კობახიძემ უნდა გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტები რა სპეციალობის უნდა იყოს, ანუ ერთჩვენიერ დღეს ერთი განცხადებით საერთოდ უნდა ჩავრეცხოთ თურმე ამ ქვეყანაში აკადემიური თავისუფლების პრინციპი. Selობა და მათ შორის ეს არის დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემაში არიან კეთილსინდისიერები, პატიოსნები, ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მათ შორის აკადემიურ მოვალეობას პატიოსნად და სწორედ ეს ადამიანები მე დარწმუნებული ვარ ამ რეფორმის თავარი სამიზნეები არიან. ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული რეფორმა და არა რეფორმა იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ქვეყანაში იყოს უფრო მაღალი. ოცნების პირობებში ვხედავთ, რომ ყველა რეფორმას ოცნება იყენებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ყველა რეფორმას იყენებს ბერკეტად წინასაარჩევნოდ და ასევე არჩევნების შემდეგ ახლა უკვე შეცვალეს მიდგომა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვიტყვი განათლების რეფორმა ჩვენს ქვეყანაში. და იქამდე სანამ ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდება შედეგზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, გვეყოლება ასეთი ხელისუფლება, გვეყოლება ასეთი ოპოზიცია,
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ოპტიმალური ვარიანტი არის ეს რეფორმა, რაც დაანონსდა. ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან იქნება, რა თქმა უნდა, ყურადღებაც და ფინანსებაც, თუმცა მეორეს მხრივ ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტურად გამოყენებული, იმიტომ რომ იყოს პროდუქტიული და ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეზე და სტუდენტზე და სწავლის შედეგებზე. შესაბამისად, ყველა ეს ჩამონათვალი დეტალებში რაც კი ითქვა, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საქართველო მიიღოს განათლებული მოქალაქე.